მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დრო არაჩვეულებრივი ადამიანი ცხოველთა მოყვარული, გულშემატკივარი, ბლოგერი, ახალგაზრდა გოგონა ნათია ბახტურიძეა ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივ ბაბისთან ერთად, ბაბილინასთან ერთად, ხო? გამარჯობა ნათია. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. ესე იგი ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მასპინძლობა და ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ოთხფეხა მეგობრების გარდა კიდევ ეხმარებიან სხვა ცხოველებს. მოდით ამით დავიწყოთ, მერე შესანიშნავი ბაბილინა გავიცნოთ. თქვენ და ქოჩის ოთხფეხა მეგობრები. ვიცი რომ ეხმარებით, ვიცი რომ მუდმივად ყვებავთ, მკურნალობთ. არც როგორ მოხდა ეს ურთიერთობა, ეს დაახლოება, ეს სიყვარული? მოდით გვიამბეთ ყველაფერი. ეს ურთიერთობა ალბათ უფრო დაიწყო 2020 წლიდან, როცა კი ბაბილინა მოვიყვანე. ანუ აი ბაბილინა მეტად გულისხმიერი გამხადა და ის სულ სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ხა მე სოფელში ზაფხულობით ჩავდიოდი, ძაღლი სულ ყავდა, თბილისშიც მყავდა ერთხელ პატარა ლეკვი, მაგრამ აი ესეთი შეხება არ მქონდა და მას მე აი სულ სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ აი თუნდაც ახალ წელს ადრე სულ მიხაროდა და აბა ფეიერვერკი და იყო ერთი ამბები, მაგრამ არა, მე აი როგორც კი ბაბილინა მოვიყვანე, ერთიც აღარ გამისვრია არასოდეს და რა თქმა უნდა ეს ყვება, ზრუნვა, ეს არის ადამიანობა. ჩემი აზრით პირველ რიგში და მეტად ადამიანურები უნდა ვიყოთ, თუნდაც ეხა ზაფხული მოდის, ანუ ყველამ რო ის გავაკეთოთ, რომ თითო რაღაცა წყლის ჯამები გავუკეთოთ, ან ჩვენ სამცხოვრებელ ადგილებთან და ასე შემდეგ, ან გამოვკვებოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ტრასაზე როცა გავდივარ, ქალაქგარეთ ან ზაფხული მოდის და უფრო მეტად დადიან ადამიანები ქალაქგარეთ, განსაკუთრებით აი დაუსახლებელ ადგილებთან მიყვარს ხოლმე გამოკვება. მიუსაფარების, იმიტომ რომ სოფელში მაინც ასე თუ ისე ვიღაცა გადაუგდებს, რაღაცას აჭმევს, მაგრამ აი ეს დაუსახლებელ ადგილებთან ყველაზე ცოდოები არიან ხოლმე და რა ვიცი, ყველამ ვაკეთოთ სიკეთე ისე როგორც შეგვიძლია შესაძლებლობის ფარგლებში. ნაცია ძვირფას ეს იგი როგორი კარგი და კეთილი ამბები გვიამბეთ, ის რომ დაუსახლებელ ადგილებში მიდიხარ ცხოველებს ყვებად, აი მართლა სიკეთე გადამგდებია და მე მინდა რომ ეს თქვენი მაგალითი იყოს. აი ჩვენ ტელემაყურებლისთვის მაგალითი ამას უყურებს ყველაზე მოწყვლადი თაობა გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდები, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად ესეთი მაგალითები. მოდით დავუბრუნდეთ ბაბილინას, შესანიშნავი ბაბი. აი რა იყო ბაბის ოჯახში შემოსვლის ინსპირაცია? აი როგორ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ეს არაჩვეულებრივი პიროვნება მოგეყვანეთ, რა საყვარელია? კარგად იქცევა. ქალბატონი ბაბილინა და აი რატომ ბაბილინა? სახალხო არტისტად წოდებული. ეს მე უკვე შეარქვა ხალხმა, თუნდაც ფხაკუნა ხალხმა შეარქვა, იმიტომ რომ განსაკუთრებული ჩვევები აქვს სიბრაზის, ოღონდ მე ეს მე ცეკვად გადავაკეთე. და 2020 წელი რო დადგა და კოვიდი, ამოვიკეტეთ სახლებში და მივხვდი რომ ნუ გიждდებოდი აქტიური ცხოვრების მერე, ეს არაფრის კეთება ძალიან ცუდი იყო. ხა მყავს შვილი, მაშინ 17 წლის იყო და ხა დიდი ზრუნვა აღარ ჭირდება მას. და ამიტომ ესე რომ ვათვალიერებდი ხოლმე სოციალურ ქსელებში, პატარა ძაღლი მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლები დაუშვათ ტერიტორიიდან გამომდინარე და ესე ბაბილინა ვიპოვნე, დავინახე და ეს არის ჩემი მალამ, ოღონდ მართლა ის პერიოდი ამან გადამატანინა. და მე ამას მოყვა კიდევ 2. მართლა? სამი ვყავს. ой, რა მაგარია. ესე იგი თქვენულით ყვებავთ, ასეირდებთ. აი რა უნდა იცოდეს ადამიანმა, თუ ეს არაჩვეულებრივი ჯიში იორკშირული ტერიერი უნდა რომ ყავდეს. ზოგადად მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ეს ჯიში განსაკუთრებით უყვარს. კი, ესეც ძალიან ენერგიულები და კარგები არიან და რჩევა რაც თავარი, ანუ ამათ უნდა ძალიან ხშირი ვარცხნა, იმიტომ რომ ადამიანის თმის სტრუქტურა აქვს და ესენი ბეწვს არ იცვლიან. ანუ იზრდება იქამდე, სადამდეც გაუზრდით. შესაბამისად, ვარცხნა არის ყველაზე აუცილებელი. ნუ ის სტანდარტულად ოჭიებზე უნდა დაამუშავო, ნაცრები გაუკეთონ, ეს თავისთავად იგულისხმება ამ მოვლაში. მე არიან რომ თვითონ აჭრენ და უშავთ ჭხილებს, მაგრამ მე ამას ვერ ვაკეთებ და დავდივარ სალონში, ქალბატონი სხვანაირად ახლა არ ეკადრება. ხო და აი მე გამოფენები არის ხოლმე ის აზარტი, რამაც შემდეგი 2 მომაყვანე ეს მინია, პატარა არის და ვერ მიიღებ და გამოფენებში მონაწილეობას და პაულინა და ბონიტო არიან ჩემპიონები. მოკლედ ეს ერთად გავიარეთ, ვისწავლეთ, ეს შემიყოლია მე ნელა ამამებმა და
რა ვიცი, ეს ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან კარგია ზოგადად, განსაკუთრებით ვისაც ბავშვები ყავთ სახლში. მე ესე მგონია, რომ 4 ფეხა მეგობრები, აი, როცა კი ზრუნვას სწავლობენ, მე ის არ არსებობს ქუჩაში, რომ გავა იმ ქუჩის მიუსაფარსაც მოეფერება და უფრო მეტად გულისხმიერები იქნება. მე ესე მგონია, რომ მათი ყოლა ბედნიერება. ნამდვილად ასეა, ჩემო კარგო ბლოგერი ხარ, ძალიან ცნობილი, პოპულარული, ხალხისთვის საყვარელი. მე გამონაკლისი არ ვარ. ძალიან ხშირად ხვდები თქვენს პოსტებს. აი, რისი თქმა გსურთ? ძაღლების შესახებ, ჩვენი არაჩვეულებრივი 4 ფეხა მეგობრების შესახებ. ძალიან კარგია ზოგადად ცნობიერების ამაღლება ყველა მიმართულებით. ტელევიზიიდან, სოციალური პლატფორმებიდან. აი, გთხოვთ, რა არის თქვენი სათქმელი? ჩვენ ამით სიყვარულს და პოზიტივს გავცემთ. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში ხდება დაუშვათ ძაღლებთან დაკავშირებით რაღაც აქტუალური პროცესები, ჩვენ ამაში ვეხმაურებით, ჩართულები ვართ და ვაკეთებთ განცხადებებს და მხარდაჭერას გამოვთქვავთ ამაზე და ძირითადად აი ეს მე კიდე არის აქ ბევრი შიდა თემები არის, რასაც განვიხილავთ. დაუშვათ შეჯვარებასთან დაკავშირებით, რატო არ უნდა შეჯვარდეს ყველა, თუნდაც რომ ავიცილოთ მე თუნდაც აი ქუჩაში რატომ არის ამდენი ძაღლი? ეს ძაღლის ბრალი ხომ არ არის, ეს არის ადამიანის ბრალი პირველ რიგში და აი თუნდაც აი ამათან იორკები ხა მე ვიწროდ მაქვს აღებული ეს თემა, აი აქაც კი რატომ არ უნდა თუნდაც შეჯვარდეს ყველა, რომ არ არის აუცილებელი და ნუ სხვადასხვანაირი ესეთი პრობლემები არის ხოლმე და აი ამ ყველაფრის ქარცეცხლში ვხვდებით ხოლმე. ნათია ჩემო კარგო, მე ახლა კი მინდა მე გავეტის ჩვენი პარტნიორი ფირმის გან გადმოგცეთ საჩუქრები. ეს არის ფრანგული ფირმის ბიოგანსის შამპუნი, სპეციალურად ბაბისთვის, რათა იყოს მუდამ სუფთა და ლამაზი ჩვენი გოგო და ეს არის ეს არის ასევე ამავე ფირმის ფრანგული ფირმის ბიოგანსის სუნამო. სპეციალურად ბაბილინასთვის. ძალიან უყვარს სუნამოები და ესეთი გაპრანჭული ივრის დაბანილი აბზიარებული თმებით. და ეს ყველაფერი არ არის, მე მინდა გადმოგცეთ ფრანგული ფირმის ვირბაგის ჰიპერპრემიუმი კლასის საკვები. ეს არის ძალიან ცნობილი ბრენდი და საქართველოში არ არის ანალოგიური, მინდა გითხრათ. ანუ პრემიუმ კლასის არის, მაგრამ ეს არის ჰიპერპრემიუმ კლასის სპეციალურად ბაბისთვის და მისი 2 მეგობრისთვის, რომლებიც სახლში ელოდებიან. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ზუსტად საკვების შერჩევის პროცესში ვართ, მე და ბაბი, გადამყავს სხვა საკვებზე და აი ვიცი რომ ვირბაგზე შეარჩევთ არჩევას, აი ეტვი არ მეპარება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის.